დილით ბავშვი გამოუშვი სკოლაში ამ მაისურით და მე აქვე ახლოს მუშაობ და სამსახურში ერთ წუთში ბავშვი მოვიდა ატირებული, რომ სკოლიდან გამომიშვეს, მაისური გამოიცვალე და ისე მოდიო. ჩვენ ტერიტორიულად ცოტა მოშორებით ვცხოვრობ და ვერაფრით ვერ მოვასწრებდი. ხა 10 წუთში რომ მომეტანა ის სხვა მაისური და ბავშვისთვის გამომეცვალა. ამიტომ ბავშვს მოვკიდე ხელი, მოვიყვანე სკოლაში და დირექტორი დამხვდა კარებში და არ უშვებდა კლასში ბავშვს და ძალით ავიყვანე ბავშვი კლასში, დავსვი, გაკვეთილი იწყებოდა და მე ვთხარი გაკვეთილები არ გააცდენინოთ და წავალ სხვა მაისურს მოვიტანთქო. სანამ მაისური მოვიტანეს სხვა მაისური, ბავშვი გაკვეთილებიდან გამოუყვანიათ, ორი გაკვეთილი გააცდენინეს და იჯდა სადღაც ცალკე ოთახში, არ ვიცი ზუსტად დირექტორის კაბინეტი იყო თუ სხვა რაღაცა კაბინეტი, არ ვიცი. ერთ სიტყვით ბავშვი გაკვეთილზე არ მჯდარა, ის ორი გაკვეთილი გააცდენინა ამის გამო. და მანდატური მეუბნება, რომ არა გაქვთ უფლება, რომ პოლიტიკური მაისურით ბავშვი სკოლაში ატაროთ. ეს არ არის პოლიტიკური მაისური, ეს არის მომღერალი ბერას მაისური. ჩემი შვილი არის ბერას ფანი და მე მგონი უფლება აქვს, რომ რომელი მომღერალი თუ ჯგუფი თუ რაღაცა მომწონს, მე ის მაისური ვატარო. არ ვიცოდი აქამდე თუ სკოლაში იმაშვებოდა, იკრძალებოდა ესეთი მაისურებით სიარული. მერე წავედით მაისური მოვიტანეთ, გამოუცვალეთ ბავშვს და აი შესასვლელში დერეფანში დირექტორმა ესეთი პასუხი ცოტა ისეთი შელაპარაკება მოგვივიდა ხმამაღალი რაღაცა უხერხული ლაპარაკი და ესეთი პასუხი გამცა. მე ვარ მიშას დირექტორი და ფეხებზე მკიდია თქვენი ბიძინა. მე არც ბიძინა მიხსენებია, არც ქართული ოცნება მიხსენებია, საერთოდ პოლიტიკურ თემას არ შევხებივარ. ამ სკოლაში არც ერთი მოსწავლე არ დადის, არც ნებისმიერი პოლიტიკური, არც მაისურით, არც მსგავსი არანაირი ჩაცმულობით. პირობას გაძლევ და შემიძლია ეხლავე შევამოწმოთ ნებისმიერი კლასი, ნებისმიერი მოსწავლე, რომელიც არ არის შესაბამისად ჩაცმული. დანაშაული სხვა რამეა გენაცვალე. შეგიძლიათ მიშას დირექტორობა აპოლიტიკური განცხადებაა? არანაირი ხუთიანი, არანაირი ლეიბორისტები, არანაირი მემარჯვენეები არ არიან დაშვებული სკოლაში. მე გეუბნები თქვენთან დავასრულე, დიდი მადლობა.